ასეთი იყო ფილმ პუტინის პირველი ჩვენება. უკრაინის დაბომბილ და განადგურებულ საცხოვრებელ უბანში პირველად უჩვენეს იმ დიქტატორის სრულიად სხვანაირი სახე, რომლის გამოც უკვე 2 წელია უმიზეზოდ კვდებიან უდანაშაულო ადამიანები. ვრცელი ფილმიდან სახელად პუტინი ეს ის მცირე მონაკვეთია, რომელიც ინტერნეტ სივრცეში უკვე გავრცელდა. ეს სცენა უკრაინის ომში რუსეთის პროპაგანდას ეხება, რომლის მთავარი ტექნოლოგიით შექმნილ ფილმში კი ნაჩვენებია, როგორც ცდილობს რუსული ეგრეთ წოდებული We are presenting this proudly showcase their prostheses. სწორედ ამ სცენაში ჩანს ყველაზე ზუსტად, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა საკუთარ მოსახლეობაზე. ხალხის მასაზე, რომელსაც კრიტიკული აზროვნების უნარი უბრალოდ აღარ აქვს. In the United States, cyborgs only exist in Hollywood movies, but in Russia they are already here. Протез – это цифровая трансформация, которая дает людям возможность заглянуть в будущее. There is nothing wrong when someone lacks an arm or a leg. Это не инвалид, только особенный человек, сверхчеловек. We have transitioned from disabled to cyborgs, whose abilities surpass those of ordinary people. Прекрасная жизнь с протезами. Imagine how wonderful life could be with prostheses. ფილმში ჟღერს ყველა ის პროპაგანდისტული მესიჯი, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომის პერიოდში მოიგონა. Is this campaign targeting against Worshippers of supernatural forces. ზებუნებრივი ძალების თაყვანისცემლის ნიშნებს კი რუსები უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მართლაც ეძებდნენ. ფილმის რეჟისორმა ამ სცენით ომის რეალობიდან ის ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც დატყვევებულ აზოველებს აშიშვლებდნენ, იღებდნენ სვირინგებს და რუსებისთვის შიფრავდნენ. Traces of black magic written in blood. Discovered in Ukrainian army headquarters. We consulted an expert in occult symbology who describes the design as a magical sigil, a symbol often used in the conjuring of demons. Our allies claim that this is evidence that Ukrainians are engaging in forbidden magical practices. Russia and its army are liberators. Our special operation aims at demilitarizing the Satanists from Ukraine. In fact, it is a war against demonic forces themselves. სამხედრო გენერალი ამავე ფილმში უკრაინის ომში რუსეთის მიზნებზეც საუბრობს. პუტინის გენერლები ფილმშიც უკრაინის გაქრობაზე ოცნებობენ. Russians need the image of mass extermination of our own people to foster resilience and national unity. But we will go to heaven while they will simply vanish. ფილმი უკვე ნახეს მათთვის, უბრალოდ გაქრობასაც რუსეთი უკვე 2 წელია ცდილობს. უკრაინელები რუსეთის პროპაგანდას ყველაზე უკეთ იცნობენ. თითოეულ მათგანს ვლადიმერ პუტინთან საკუთარი პირადი ანგარიშსწორების მიზეზი აქვს. დღეს ჩვენ კარგად ვცხოვრობდით. ხვალ უკვე ნანგრევებს ვასუფთავებთ და ამოყავს გარდაცვლილი ადამიანები, ქალები, ბავშვები. როცა ნანგრევებიდან კაცი ამოვიყვანეთ, ის ტიროდა და გვთხოვდა მისი ცოლი და შვილი გადაგვერჩინა, მაგრამ ვერ გადავარჩინეთ, რადგან ისინი ნანგრევებში დაიღუპნენ. მე მარიუპოლიდან ვარ. იქ დავკარგე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, მამა. მე დავკარგე ჩემი სახლი, ჩემი ქალაქი და როგორ ვთქვა, მთელი სამყარო ჩამომექცა. მე დავკარგე ჩემი თანამებრძოლი, ჩემი მეთაური, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანი იყო. მე მინდა ეს ცხოველი გასასამართლებლად მისცენ იმ დედებს, რომლებსაც შვილები მოუკლეს, იმ ქალებს, რომლების ქმრებიც აღარ არიან, იმ სამხედროებს, რომლებიც სანგრებში იყვნენ და საკუთარი თვალით ნახეს, როგორ დაიღუპნენ მათი თანამებრძოლები ან დასახიჩრდნენ. ფილმი ბიოგრაფიულია. ის დიქტატორის ხასიათის დეტალებს აჩვენებს და მისი მთელი ცხოვრების ამბავს ყვება. ისტორია პუტინის კასპში ცხოვრებით იწყება და ფილმი უძლეველი დიქტატორის მორალური განადგურებით სრულდება.
ფილმის ავტორმა პოლონელმა რეჟისორმა პატრიკ ვეგამ სპეციალურად გამოიყენა ეგრეთ წოდებული deepfake-ის მეთოდი, რომ დიქტატორის სახე განსაკუთრებით რეალისტური ყოფილიყო. ავთენტურია რუსეთის პრეზიდენტის ყველა მიმიკა. პატრიკ ვეგას ფილმზე მუშაობისას საკუთარი мотиваცია ჰქონდა. რუსეთისთვის უკრაინა სამწუხაროდ მხოლოდ ბრძოლის ველია, სადაც დასავლეთს ეომებიან. ისინი რეალობას სრულიად მოწყვეტილი არიან და თვლიან, რომ რუსული წარმოშობის ადამიანებს იხსნიან. ამიტომ ჩემი ფილმი არის მობილიზაციისკენ მოწოდება დასავლეთისთვის, იმიტომ რომ ჩვენი ყველას ერთიანი ბრძოლა არის ამ ომში პუტინის დამარცხების ერთადერთი გზა. ყველაზე მეტად ის მაბედნიერებს, რომ პუტინი უკრაინელებს უჩვენე, რომლებიც ამ ფილმით აღფრთოვანებული არიან. ფილმი პუტინი ამ დროისთვის მხოლოდ უკრაინასა და პოლონეთში უჩვენეს. მისი საერთაშორისო პრემიერა კი გაზაფხულზე იგეგმება.